ეგა ტიპოვე წლის 23 მაისს დაახლოებით 10 საათიდან 11-ის ნახევრამდე გლდანის მასივის მეოთხე მიკრორაიონიდან ლევან კალაძე გამოდის მისი მამიდის რუსლან კალაძეს საცხოვრებელი სახლიდან. ამ დროს უკვე მასზე დამტაცებლების მხრიდან ხორციელდება თვალთვალი. იგი აჩერებს მუქი ფერის ტაქსს, ჩნდება ტაქსში და მიემართება რკინიგზის საავადმყოფოს მიმართულებით. მთელი აი ამ გზის განმავლობაში, რასაც ლევან კალაძე გადის გლდანის მასივიდან დიღმის მასივში მდებარე რკინიგზის საავადმყოფომდე, ხორციელდება, გრძელდება თვალთვალი. როდესაც ლევან კალაძე ჩამოდის ტაქსიდან და აპირებს უკვე შესვლას რკინიგზის საავადმყოფოში, თეთრი ფერის ნივიდან ჩამოდის ორი ახალგაზრდა, აჩერებენ ლევან კალაძეს და ძალის გამოყენებით სვავენ აღნიშნულ ავტომანქანაში. რის შემდეგაც იგი იყავთ გაურკვეველი მიმართულებით. პირველი ზარი განხორციელდა იმავე დღეს რუსუდან კალაძესთან, ლევანის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან. ზარის შინაარსი იყო შემდეგნაირი. თან ქალბატონი რუსუდანი კი მეთქი. ჩვენო ლევანის საქმეზე გირეკავ და ლევანის საქმე, ვაიმე სად არის ლევანი თქო, ახლა მეც გაუწებული უთხარი რა. აბა დაწყნარდით, ცოტა ასე მითხრა, ემოციებს ნუ მიეცემ და მომისმინეთ ახლა მე. რა გზა გაქვს არ მოусმენ და მოусმინე. და მეუბნება რომ ეხლაო თქვენ პირადათო, სხვები არაო, თქვენ პირადათო წახვალთო, ბაჟაფშაველას ძეგლის, ესე იგი ქუსთანო დევსო წერილიო და მარცხენა ქუსთან და აიღეთ. და მეორე 2 საათში დაგირეკავ და პასუხი მითხარით. მივედი იქ ბაჟაფშაველას ძეგლთან და მე მივედი პირადად. მივედი იქ ავიღე ეს წერილი და წერია, მამიდიკო და მამიკო. მოხვდი გაურკვეველ სიტუაციაში. ფულს არ შემწიროთ. 600,000 ფრჩხილებში ჩასმული და სიტყვით 600,000 და შეატყობინე კახს. всё მეტი არაფერი. მისი ხელი დაწერილი იყო, მგახა მის ხელი ხო ვიცოდი. ამის შემდეგ 27 მაისს, გატაცებიდან მეოთხე დღეს, 27 მაისს ისევ ლევანის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოქმედები უკავშირდებენ უკვე კარლო კალაძეს, ლევანის მამას და ეუბნებიან წერილი დევს ფალიაშვილის 55-ში. სადარბაზოში და წერილში უკვე მითითებული იყო რომ კარლოს სახელზე წერდა ლევანი და ეხოწებოდა რომ არ გინდა არ შეხვდე პრეზიდენტს, ხომ გთხოვე ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავი დაანებოთ და რა თანხასაც ითხოვენ ის თანხა გადაიხადეთ. ამის შემდეგ 31 მაისს კვლავ კარლოს ტელეფონზე რეგავენ მოქმედები ისევ ლევანის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან და ეუბნებიან რომ კასეტა, ვიდეო კასეტა დევს სპორტის სასახლის სალაროებთან. ვიდეო კასეტა, როდესაც აიღო კარლო კალაძემ, ვიდეო კასეტაში ლევანი კალაძე ზის, მას ახვეული აქვს თვალები, მოხვეული ჰქონდა ხრევზე ლოგინის გადასაფარებელი, ხელბოლკილები ედო და ლევანი მიმართავდა თხოვნით ოჯახის წევრებს, რომ გადაეხადა გამოსასყიდი. თავისი ტყუებში ის ამბობდა რომ მასნა ოპერაცია შეაწუხა, ძალიან ცუდად არის, გულიც აწუხებს და უგუმეთის მოთმინა აღარ შეუძლია და თხოვდა მშობლებს, ახლობლებს და ცსავებს, რაც შეიძლება მალე მოეყარათ თანხისთვის თავი და გადაეხადა ლევანი გაინტერესებდა. გამათავისუფლოთ მდგომარეობა, თქვენი შვილი ლევანი. და იწყება ინტენსიური მოლაპარაკება თანხის გადახდასთან დაკავშირებით. გარემართ ასეთ საუბარი რომ ოჯახი მზად არის თანხა გადაიხადოს ოღონდ არა 600,000, არამედ 60,000. გამტაცებლებმა მოითხოვეს ერთი დღე მოსაფიქრებლად. ურეკავენ უკვე 10 ივნისს და კარლოს ეუბნებიან რომ კარლო კალაძე უნდა ჩავიდეს ხობში. გზაში რამოდენიმეჯერ ურეკავენ კარლო კალაძეს და აკონტროლებენ მის მოძრაობას. თუ სად იმყოფება ის,
თან აჩქარებენ, ეუნებიან რომ ჩქარა. დღის მეორე ნახევარში კარლო კალაძე ჩამოვიდა ხობში. გამტაცებლებმა დაურეკეს კიდევ ერთხელ კარლო კალაძეს და უთხრეს რომ ეხლა იმოძრავებს ზუგდიდის მიმართულებით დაახლოებით 20 კილომეტრის სიჩქარით დაგხვდება ხელ მარჯვნივ კიდევ ერთი ობელისკი და მან დაგხვდება წერილი. წერილში ეწერა, რომ რამოდენიმე კილომეტრის შემდეგ გზიდან მარჯვენა მხარეს ჩვენ შეხვდებოდა აღნიშნული ობელისკი. აი ამ ფილის ქვემოთ უნდა ყოფილიყო ჩვენთვის განკუთვნილი წერილი. წერილში ეწერა, რომ ივლით პირდაპირ შეხვდებათ ტყე, დაგვიკონკრეტებთ კიდევ ჩვენ თვითონ და გაჩერდებით იმ ადგილზე. ჩვენი მითითების სამებრ. როდესაც კარლო კალაძე ჩამოვიდა ხობის შესასვლელში, გამტაცებლებმა დააფიქსირეს, რომ კარლო კალაძე უკან მოყვებოდა 8-ერი მარკის ავტომანქანა და მიხვდნენ იმას, რომ კარლო კალაძეს უკან პოლიციის თანამშრომლები მოყვებოდა. მათ მაშინვე შეცვალეს მოქმედების გეგმა და მოითხოვეს, რომ კარლო შესულიყო ტყეში და შეეტანა გამოსასყიდი თანხად. მაგრამ ვინაიდან თბილისში არ იყო დაგეგმილი კარლო კალაძის ტყეში შესვლა, ამიტომ მაშინდანვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარლო კალაძე ტყეში არ უნდა შესულიყო. კიდევ ერთხელ დაარეკეს გამტაცებლებმა ამ დროს უკვე შესთავაზეს თბილისში შეხვედრა, რაზედაც ხელმეორედ მიიღეს უარი. აი ამის შემდეგ საერთოდ გაწყდა კავშირი კარლო კალაძესა და გამტაცებლებს შორის. ერთი ინფორმაცია ის, რომ ბავშვი ცოცხალია, მაგათ ინფორმაციით დაზუსტებით არავინ მარიცის და მოკლე ხანში, როგორც მედებენ და საუბარია მიდის ასეთნაირად, რომ მოკლე ხანში ალბათ ლევანის დაბრუნდება სახლში. დამტკიცებულია, რომ ბავშვი ცოცხალია 90% და მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გაიგოს ბავშვი გაიგოს ნამაშის ადგილი სამყოფელი. აკეთებენ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, მოკლე ხანში ლევანის სახლში იქნება. მეტისმა არ შემიძლია ნუმათმევներ დანარჩენს იმედად რა საიდუმლოა და არ მინდა რომ ჩემს შვილს რაიმე ავნოს. ყველაფერი იციან, ყველაფერი საქმის კურსში არიან, თუ რაიმეს კიდევ არ გეუბნენ, მოკლე ხანში ალბათ სულ ყველა ერთად გავეხარებ. კონდა საუბარი და მე ვფიქრობ, ცოტა ხანში ყველაფერი უნდა დამთავრდეს, როგორც გავის 5 წელი და ამ 5 წლის განმავლობაში ყველა მინისტრი, რომელიც კი იყო დღემდე არსებობდა, ყველა პირდებოდა კარლო კალაძეს, რომ აი დღეს, ხვალ, აი ერთ თვეში, აი თვენახევარში თვით პრეზიდენტიც კი შეხვდა კახი კალაძეს, მაგრამ დაპირებები დარჩა დაპირებებად. საქმის ძორა როგორც ახლა ირკვევა არ ყოფილა. იყო ძალიან ბევრი ვერსიები. იყო პალავაძეების ჯგუფი. იყო აფრასიძეები. იყო ფულის გამოძავლებით ნოდარ გუჩიანის მიერ. თვითონ კარლო კალაძის საახლობლოდან იყო ძალიან ბევრი ფაქტები იყო ფულის გამოძავლებით. იყო პადრი ხუნდაძე, იყო ლეჟავა, გალდავა, რომელიც პირდებოდნენ ასე რომ ჩვენ ვიცით ლევანის გამტაცებლები ვინ არიან და ჩვენ ვიცით ლევანის სად არის. ძალიან ბევრი იყო ეს ფაქტი. ჩემმა ძმამ თქვა, რომ ის საღინაშვილი, საღინაძე თუ ვიღაცა იყო ბათუ, რომელიც იძიებდა იმას და აუ 2003 წლის მაისში მაგან ნახა ცოცხალი. 2003 წლის როცა 2001 წელში მოკლეს ბავშვი ერთ თვეში. და დავიწყეთ ჩვენც რაღაც გარკვეულ ვერსიებზე მუშაობა. ძალიან ბევრი გამოიხშირა ამ ვერსიებიდან. გავჩერდით ერთ-ერთ ვერსიაზე და ერთ-ერთ ჯგუფზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ნაცნობი. ეს არის ასათიანი ცინცაძე ამისულაშვილის ჯგუფი. მუშაობის პროცესში გამოგვიკვეთა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი. ეს არის თემურ გაგნიძე, რომელიც მანამდე ჩვენთვის უცნობი იყო. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი ბატონ ლევან გვეძავას ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიოდა სულ 10-12 კაცი, რათა არ მოხდარიყო ინფორმაციის გაჟონა. დავიწყეთ ამ ჯგუფის წევრების თავიდან შესწავლა, მათი ახლო კავშირების დადგენა. გებულობთ, რომ ლევანის გატაცებიდან, ლევან კალაძის გატაცებიდან თვენახევარში, დაახლოებით თვენახევარში, ამისულაშვილის საცხოვრებელი სახლის მახლობლად ნანახი იქნა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი. მე როგორც ვიცი, ესეთი მდგომარეობა იყო. ერთი ფეხსაცმელი არ ქონდა, თავის ქალა და რაღაცა იყო ზევითად. მე როცა ჩავიდნენ იქა, ისიც ზევით იყო, უკვე ამოწეული იყო. 2001 წლის 4 ივლისს შეტყობინების საფუძველზე გასული ვიყავით ვარკეცილის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ხევში აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც განიცდიდა ლტობის ცვლილებებს და გარდა ამისა ნაწილობრივ იყო განადგურებული. უცნობი მამაკაცის გვამი გადაყვანილი იქნა ქალაქის პრეფექტურაში, სადაც ჩატარდა ყველა სპეციალური პროცედურა, მაგრამ აი პროცედურების დროს განმავლობაში ისანე-სამგორის პროკურატურის მიერ ყველა რაიონულ სამმართველოს დაეგზავნა ორიენტირების სახით, რომ აღმოჩენილი ახალგაზრდა მამაკაცის გვამი. იქ არის მითითებული დაახლოებით 22-დან 35 წლის ასაკის, რომ გვამს აცვია დოლჩე გაბანას შარვალი, ლევისის წინდები, ასკოს ტრუსები. აი ეს ყველაფერი იყო აღწერილი ამ ორიენტირებაში. არც ერთ არავის არ მოსვლია აზრად ის ფაქტი, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო ლევან კალაძე. როდესაც დავიწყეთ ლევან კალაძის საქმის ძირეული შესწავლა, ვერ აღმოვაჩინეთ ჩვენ ფურცელი, სადაც იქნებოდა აღწერილი თუ რა ეცვა ლევან კალაძეს, როცა ის სახელიდან გავითმა. მაგრამ მიღებული იქნა პასუხი, რომ ეს გვამი თბილისის ხუთივე რაისამართლოსთვის უცნობი იყო თუ ვინ ყოფილიყო, გვამი ისევ პროცედურების გათვალისწინებით, გვამი დაკრძალვის მიზნით გადაიგზავნა მოხატვერდის სასაფლაოზე, სადაც დაიკრძალა როგორც ცნობი მამაკაცის გვამი. როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ გვამი დამარხული არის მოხატვერდის სასაფლაოზე, მივდივართ მოხატვერდის სასაფლაოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო ბიუროს თანამშრომლები. ასევე ჩვენთან ერთად მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ივანო მერაბიშვილი და ძებნას საფლავის ძებნას, რომელზეც უნდა იყოს მითითებული ნომერი 5502/410. ვიპოვეთ საფლავი და დავიწყეთ გვამის ამოღება. ეგა! ვიპოვეთ! და მოხდა აი ჩემს მიერ გამოკვლეული გვამის იდენტიფიკაცია. რა თქმა უნდა, ამაში მე უშუალო მონაწილეობა მივიღე და ზუსტად ის გვამი იქნა ამოღებული და გადმოტანილი ექსპედიციის სამსახურის მოგში, რომელიც გამოიკვლია მე-2001 წლის 5 ივლისს. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურიდან იმ პერიოდისთვის შესაბამის სამსახურებში შინაგან საქმეთა სამინისტროსი დაეგზავნა სათანადო მასალა, რომლითაც შესაძლებელი იყო თუნდაც მაშინ იდენტიფიკაცია ცხედრის სამწუხაროდ იმ პერიოდისათვის არაფერი არ გაკეთებულა და ამას აუცილებლად ჩვენ გამოვიძეთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო გახდა აღმოჩენილი ცხედრის იდენტიფიკაცია. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიაში გაგზავნილი იქნა ცხედრის ნიმუშები და ასევე ლევან კალაძის მშობლების დნმ-ის ნიმუშები. მე პირადად ჩავიტანე აღნიშნული მასალები გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიაში და მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, ვინაიდან მათ ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაო ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ამოჩენილი გვამის დნმ და ლევან კალაძის მშობლების დნმ განეკუთვნება ერთ ხაზს. აქედან გამომდინარე, ერთი კვირის განმავლობაში ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა მოგვაწოდეს დასკვნა, საიდანაც გაირკვა, რომ აღმოჩენილი გვამი ეკუთვნის ლევან კალაძის. ამერიკის პარალელურად აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება გადაწყდა ქალაქ კიევში. მაინც ჩვენ თვითონ დავრწმუნებული ვიყავით, ხალხში არ ყოფილიყო ეჭვები. მაგიტო გადაწყდა, რომ დამატებით პარალელურად გაკეთებულიყო კიევშიც. 9 იანვარს სამუშაო ჯგუფი გამოსაკვლევ ობიექტებთან ერთად კიევში ვიყავი. უკრაინის საექსპერტო კრიმინალისტური კვლევითი ცენტრი მართლაც რომ საკმაოდ ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი საექსპერტო
в Государственном экспертно-криминалистическом центре МВД Украины с сотрудниками отдела медико-биологической экспертизы была проведена экспертиза по идентификации костных останков и тканей и установления родства с предполагаемыми родителями. В результате проведенных исследований был установлен ДНК-профиль костных останков и тканей и проведено сравнительное исследование биологического родства с предполагаемыми родителями медика Каладзе и Карла Каладзе. Эксгумированный труп неизвестного мужчины, кости которого представлены на исследование, может быть биологическим сыном медика Каладзе и Карла Каладзе. Вероятность того, что он действительно является сыном медика Каладзе и Карла Каладзе, составляет 99,99%. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა და უკრაინის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა არის იდენტური. ჩვენ ვიცოდით, რომ არც ერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფებოდა. ამიტომ საჭირო გახდა ეროვნული ინტერპოლის ბიუროს ჩართვა მათ დაძებნაში. ამიტომ მათ მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულярით. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაგნიძე იმყოფებოდა საფრანგეთში თემურ პირველის გვარით. ასევე გახდა ცნობილი, რომ ცინცაძე იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგში ვინმე პეტროვის გვარით და დავით ასათიანი იმყოფებოდა შვეიცარიაში ჰამზატ ისაევის გვარით. საჭირო გახდა ჩვენი ოპერთანამშრომლების ამ ქვეყნებში მივლინება. გადაწყდა ცინცაძეს დაკავება, ჩვენ დავადგინეთ მისი ადგილსამყოფელი, ის იმყოფებოდა ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ცხოვრობდა ქალაქის ცენტრში, მეუღლესთან ერთად, რომელიც გაიცნო საზღვარგარეთ, მეუღლის მშობლები არიან დიპლომატები, მაგან აიღო სიმამრის გვარი, პეტროვის გვარი, აქედან გამომდინარე, მაგას ჰქონდა აღებული შუბითიძეს გვარზე რუსეთის მოქალაქეობა. ჩვენ ჰქონდა 3 საათი, რომ დაგვემტკიცებია ჩვენი რუსი კოლეგებისთვის, რომ ის სინამდვილეში არა პეტროვი და არა შუბითიძეა და არის ცინცაძე. მისი დაკავება მოხდა ღამის პირველ საათზე შემოარტყეთ ალყა ბინას, მაგან იგრძნო საშიშროება და შევიდა არა თავის სახლში, არამედ მეზობლის სახლში. იყო საშიშროება, რომ ის გადამხდარიყო აიმიდან, მაგრამ ჩვენ შევძელით სწრაფად შესვლა ბინაში და მოხდა მისი დაკავება. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე სანქტ-პეტერბურგში დაკავებული იქნა ლევან გიორგიძე ცინცაძე, რომელსაც ჰქონდა ყალბი პასპორტი და რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებული მოწმობა ლევან სერგიძე პეტროვის სახელით. იგი არის დაკავებული სანქტ-პეტერბურგის პოლიციის მიერ. Как зовут? Петров Левон Сергеевич. Петров Левон Сергеевич. А раньше как звали? Шубитидзе Левон Давидович. Еще раз повтори. როგორც იქ გაირკვა, რომ მეუღლემაც არ იცოდა მისი ნამდვილი გვარი, რომ ის არის ცინცაძე და არა შუბითიძე და პეტროვი. ამჟამად ცინცაძე იმყოფება სანქტ-პეტერბურგის ციხეში. რუსეთის პროკურატურა მაგას უოქმებს მოქალაქეობას, ვინაიდან მაგას აქვს ყალბი პასპორტით აღებული რუსეთის მოქალაქეობა. ჩვენი გენერალური პროკურატურა წაუყენებს ბრალს კალაძეს მკვლელობაში. და აქედან გამომდინარე მოხდება მისი ექსტრადიცია. Понятно, ясно. Так, значит, в чем тебя обвиняют? Я не знаю. დავით ასათიანი 2013 წლის აგვისტოს თვეში ტოვებს საქართველოს და მიემგზავრება ავსტრიაში. დავით ვარძიმაშვილის სახელით. მას იქ ალყავებს ადგილობრივი პოლიცია ქურდობისათვის და უგზავნოს მას 10 წლის განმავლობაში შესვლას ავსტრიაში. რის გამოც იგი იძულებული არის, რომ გაემგზავროს სხვა ქვეყანაში, ანუ მან აირჩია, რომ გაემგზავრებულიყო შვეიცარიაში, სადაც ბარდება ტოლვილად და ბარდება ვინმე ჰამზატ ისაევის გვარი და სახელი. ანუ მოგონილი გვარი და სახელი. ჩავდივართ შვეიცარიაში, ჩავგეთ საბუთები და ვატყობიოთ შვეიცარიის პოლიციას, რომ დავით ასათიანი არის ძებნილი და მათთან ერთად ვახდენთ სპეციალურ ოპერაციას და ვაკავებთ დავით ასათიანს.
რაც შეეხება თემურ გაგნიძეს, იგი 2003 წელს მიემგზავრება საფრანგეთში, ბარდება როგორც უტოლუელი თემურ პირველის გვარით და ცხოვრობს ქალაქ კაენში. ჩვენ ჩავდივართ ქალაქ კაენის ნაციონალურ პოლიციაში, ჩაგვაქვს ყველანაირი საბუთი, რომ იგი არის ძებნილი 260 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ნარკორეალიზაციას. ვატყობიებთ ასევე, რომ იგი იმალება მან მოგონილი გვარის დასახელით და ერთობლივად ვატარებთ მის დაკავების ღონისძიებას. გამთენიისას ქალაქ კაენში, კერძოდ სასტუმრო სან-ჟონის ტერიტორიაზე, როდესაც იგი გამოვიდა სასტუმროდან და ჟდებოდა მანქანაში, ჩვენ და ფრანგი პოლიციელები ერთობლივად ვაკავებთ თემურ გაგნიძეს, იყოს პოლიციაში, სადაც იგი აღიარებს, რომ იგი ნამდვილად არის თემური გაგნიძე, იგი ნამდვილად 2003 წლიდან დღემდე, ანუ დაკავებამდე იმალებოდა საფრანგეთის ტერიტორიაზე თემურ პირველის გვარი და სახელით. გადაწყდა მერაბ ამისულაშვილის დაკავება. ჩვენ მქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ იგი აპირება სასონხეთთან საქართველოში ჩამოსვლას და თავისი ოჯახის გაყვანას ისევე უკან. ასევე ჩვენ მქონდა ინფორმაცია, რომ იგი სარგებლობდა ყალბი საქართველოს მოქალაქის მოწმობით. საქმეს ართულებდა ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით როდის და რომელი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან იგი შემოვიდოდა საქართველოში. მოხდა ჩასაფრების მოწყობა, მისი გამოჩენისთანავე იგი იქნა დაკავებული. მერაბ ამისულაშვილმა პირველივე დაკითხვაზე აღიარა ლევან კალაძის გატაცებაში მონაწილეობა. ადამიანის გატაცებას ეხება. კონკრეტულად კალაძის საქმესთან არის დაკავშირებული. ამის შემდეგ აუცილებლად გახდა, რომ გაჩქრებულიყო მისი საცხოვრებელი სახლი. ამისულაშვილის ჩვენების საფუძველზე აღდგენილი იქნა ის სურათი, რაც 5 წლის უკან მოხდა, როდესაც იღებდნენ ლევან კალაძის ვიდეოს. ხო, სადღაცა ეს იყო რა. უკან მიიწია. ხო. ცოტა ოდნავ იქით. იქით. კიდე ცოტა სადღაცა ხა. აი სადღაც მასე რა. ეს ვითარებაშორდები არ აქონდა, სხვანაირები ქონდა, ეხლა ეს მე გამოცული დამტრეული ქონდა რაღაც პლასმასები ქონდა და თეთრები თავისია რადგანია ხო. და ქონდა იმ დროსაც. კი. ასვენები და წოლით აგერ იწვა. აი მოგინზე იყო წამოწოლილი. ნუ აქ ვიყავით რა ფაქტიურად, მეც და მაგიც რა, აქეთ მივიწიქი. კი, აქ იწვა. აქ იწვა. ხო, ეს ლოგინები ესე იყო. აი ამ კარადის აღმოჩენის თანავე დანიშნული ექსპერტიზა, აბიტოსკოპიური დასალოდური ექსპერტიზა, ექსპერტების მიერ გადაღებული იქნა კარადის სურათი. ჩვენ ერთი სურათი უკვე გვაქვს, როცა ლევან კალაძე ვიდეოზეა გადაღებული. და ჩატარდა ექსპერტიზა. ეს ორი კარადის სურათი შედარდა ერთმანეთზე და ექსპერტიზა მოგცა კატეგორიული დასკვნა, რომ ეს ის კარადა, რომელიც უკან ფონს უკეთებს ლევან კალაძეს. ღამე უკვე გამთენიას ცინცაძე და ასათიანი დაბრუნდნენ თბილისში, მივიდნენ ამისულაშვილთან სახლში
რაც იმყოფებოდა ამისულაშვილი გაგნიცე და დატყვევებული ლევან კალაძე. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლევან კალაძე უნდა მოეკლათ. მათ დაასაბუთეს ასათიანმა ცინცაძემ და გაგნიძემ დაასაბუთეს თუ რატომ უნდა მოეკლათ ლევან კალაძე. და ამის მიზეზი იყო ერთი. ასათიანი, ცინცაძე და ამისულაშვილი გატაცების დროს იყვნენ მიიღოთ გატაცება ჭადენილია ასათიანის კუთვნილი ავტომანქანით, თეთრი ნივით და გაგნიძემ თქვა, რომ მე ხმაზე ცნობს და მიცნო კიდეც, ამიტომ ლევან კალაძე ცოცხალი გაშვება არ შეიძლება. გამოიყვანეს ამისულაშვილის სახლიდან და ლევანს ეუბნება, რომ всё, დამთავრდა ყველაფერი, გიშვებთ სახლში. გამოყვათ სადარბაზოდან, ჩაიყვანეს ხევში. წინ მიდის ასათიანი, ცინცაძე, კალაძე, ლევანი, უკან გაგნიძე და ამისულაშვილი. ამ დროს გაგნიძე მიეპარა კალაძეს უკნიდან და მოგუდა. მას მიეხმარა ასათიანის, რომელიც დაუჭირა ფეხი. არ გაიბრძოლა იმ პიროვნება კალაძემ, არ გაიბრძოლა? არაფერი ესე ფულით გაყვადა, გამოგლევინა? ჯერ რაღაცნაირად მიწამაინც მიგეყარათ მეთქი, თუ რაღაცა მოიფიქრეთ მეთქი, რა ესე ხო არ შეიძლება მეთქი, იყოს მეთქი. არა ვარიანტი რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 191 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამოძალვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რამაც გამოიწვია დაზარალებული სიცოცხლის მოსპობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განზრახულება დამამძიმებელი განმეორებებში, ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული იქნენ მერაბ ამისულაშვილი, თემურ გაგნიძე, დავით ასათიანი, ლევან ცინცაძე, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქვენებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ან უადო თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტურად გამოძიება დამთავრებული იყო, ჩვენთვის იყო მთავარი რაიმე დეტალი არ გამოგვჩენოდა. ამ დროს გამახსენდა, რომ ამისულაშვილმა დაკითხვისას თქვა, გატაცებულს ლევან კალაძეს ეცვა კიდევ ღია ფერის ქურთუკი, რომელიც ასათიანმა აჩუქა იმე გიორგი ონიზაშვილს. გავედით საცხოვრებელ მისამართზე და ამოვიღეთ ის ქურთუკი, რომელიც კახი კალაძემ აჩუქა ლევან კალაძეს, რომელსაც გატაცების დღეს ეცვა ეს ქურთუკი. შეგიძლიათ დააცვალიეროთ? ნახოთ რა არის. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო იმ ხალხს, ვინც ამ საფრთხეზე მუშაობდა, ბატონ ვანოს, მერაბაშვილს, ლევან გვაზავას, ირაკლი კოდუა და თედო გუბერიძე და იმ ბიჭებს, ხა მე ზუსტად ყველა სახელგვარი არ ვიცი რა, ვინც დღეთა ღამის განმავლობაში იბრძოდნენ და მუშაობდნენ, რომ გაეხსნათ ეს საქმე და აი ჩემი ლევანიკოს უბედურად დასრულდა და გამიენახათ. Что касается трагедии с его братом, то, конечно же, я знаю об этом, но я стараюсь не обсуждать эту тему с Кахой, вот, потому что он переживает ее молча, скажем. Я знаю о истории с братом, и очень сильно все переживали, как в команде, так и люди, которые его знают. Мне кажется, слишком много шума было, вокруг брата, вот, и, наверное, это и повлияло на то, что, его убили. Все хотели помочь, и те люди, которые украли, наверное, испугались. Но это мое предположение. ეს იყო არა მხოლოდ ამ ოჯახის ტრაგედია, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ტრაგედია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ გვერდზე დავდგომოდით კახას, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც მაშინდელი
სამართალდაუცავი ორგანოები. პრაქტიკულად სახელმწიფო არაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ ეს დანაშაული პროფესიონალურად გახსნილიყო. იმ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად ზღაპრებს თხზავდნენ ამ დანაშაულთან დაკავშირებით და ამ ზღაპრების შინაარსი იცვლებოდა მინისტრების ცვლილების პარალელურად. ეს იყო საქართველოსთვის, მთლიანად საქართველოსთვის ჩირქის ლაქა, რომელიც წლების განმავლობაში ემჩნეოდა საქართველოს და საქართველოს იმიჯს. ჩვენ საქართველოს ჩამოვერეცხეთ ეს ლაქა და დავამტკიცეთ, რომ საქართველოში არა მარტო ეხლა აღარ ხდება ასეთი ტიპის დანაშაულები ადამიანის გადაცემა გამოძალვის მიზნით, არამედ ასეთ დანაშაულებს ჩვენ ვხსნით მათ შორის, რომელიც ჩადენილია თუნდაც 5 წლის წინ. წილად ვთქვა პატივი დამეჯილდოვებინა ის ადამიანები, ვინც კონკრეტულად ამდენი თვის განმავლობაში იმუშავეს დაუღალავად და ესეთი სერიოზული საქმე გახსნეს. მე ვამაყობ, რომ შინაგან საქმიანობაში არსებობენ ადამიანები, მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც ფიზიურად, ინტელექტუალურად იმუშავეს ამდენი თვის განმავლობაში და ეს ყველაზე მთავარია და აღსანიშნავია, რომ არც ერთი ინფორმაცია, რომელიც ესადან მნიშვნელოვანი იყო საქმის ბოლომდე გამოსაძიებლად, არ გაჟონილა შინაგან საქმიანობაში. ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა. წლის 3 მაისს დაახლოებით 10 საათიდან 11-ის ნახევარამდე ლევან გალაძე გამოდის მისი მამიდის რუსლან გალაძის საცხოვრებელი სახლიდან. ამ დროს უკვე მასზე ხორციელდება თვალი. თეთრი ფერის ნივიდან ჩამოდის 2 ახალგაზრდა, აჩერებენ ლევან გალაძეს და ძალის გამოყენებით სვამენ აღნიშნულ ავტომატხანაში. პირველი ზარი ნახორციელდა იმავე დღეს 600,000 ფშილებში ჩასმული და სიტყვით 600,000 და შეატყობინე კახს. გატაცება. იყო ძალიან ბევრი ვერსიები. მოგწოდით ერთ-ერთ ვერსიაზე. ყველაზე გახმაურებული გატაცების ქრონიკა. მათ მაშინვე შეცვალეს მოქმედების გეგმა. სამშაბათს. გადაწყვეტა ცინცაძის დაკავება და 3 მაისს. Чем тебя обвиняют? Я не знаю. 18 საათსა და 30 წუთს. სადღაც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრეს სამსახურის პროექტი. ეგ არის, ეგა. ტრიპოლი. გახსნილია.